Აგით როგორც შეგვიძლით, ესე იგი ეს პრაქტიკული საავრეშო იქნება, რომელიც ამ ვიდეო გაკვეთილის გამოყენებით შეეცადეთ რომ გაიმეოროთ და დახაზოთ. ტექნიკურ მხარეს გავამახვილებ, რა თქმა უნდა, ყურადღებას, როგორც კი აიღებთ ახალ სამუშაოს, მოდით თავიდან ავიჩევ, როგორც კი აიჩევთ ახალ სამუშაო პროექტის ნიმუშს, აკადაისო DVT-ს, პირველი მოქმედება, რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის ფაილის შენახვა. ამიტომ გამოიყენებთ Relax Face. ან შესაძლებელია გამოიყენოთ Autodesk-დან ანალოგიურად Relax-ი, ან კლავიატურით Ctrl+S-ით შენახვის საშუალებას მოგცემთ. ამოიჩინეთ ადგილი, სადაც ინახავთ ფაილს დაარქვით სახელი. რაც გნებავთ, მაგალითად დეტალი 1 და დაასეივეთ. საერთოდ ვინაიდან ამის გამოგზავნას აპირებთ, სასურველია დეტალი 1-ის ნაცვლად ფაილს დაარქვათ თქვენი გვარი ან სახელი და გვარი. იმიტომ რომ ისაც გამომიგზავნით ელფოსტაზე, გასაგებია თქვენი პირადი პოსტებით ვარ, მაგრამ გადმოწერის დროს კომენტარში როცა გადმოვიწერ, ფაილს თქვენი გვარი ექნება და მივხვდები უფრო ვისი რომელი ნამუშევარია. ისევ გაითვალისწინეთ ეს სახელში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ფაილის სახელში, რომელიც მე მეორე გავამიგზავნოთ, დაარქვით ხოლმე თქვენი გვარი ან სახელი და გვარი, მარტო სახელი არა. კარგი, დავიწყოთ ნახაზის შექმნა. ფაქტიურად ჩვენ ახლა რაც ვიცით, მარტო იმ საშუალებებს გამოვიყენებთ. პირველი ნახაზს გავაკეთებთ, მეორე ნახაზს გავაკეთებთ, ეს რა თქმა უნდა მოცულობითი დეტალია და არ შევეხებით ამას, მარტო ეს ორი მონაკვეთი ნახაზის უნდა გავაკეთოთ. დავამახვილებ ყურადღებას იმ ძირითად საშუალებებზე, რაც ვიცით და ამიტომ შესაბამისად დავხაზავ. ნახაზის დაწყება შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან. მოდი მე პირობითად აი 30 მმ-ის ზომიდან დავიწყებ და აი ამ კუთხიდან. ჩავთეთ ლაინი. აქვე გავამახვილებ ახლა ყურადღებას, ვინაიდან ხაზები ჰორიზონტალური, ვერტიკალურია რამოდენიმე რაც უნდა შევქმნათ გარდა აი ამ დახრილისა. როგორც კი წკაპს გააკეთებთ, სასურველია რომ არ გაგექცეთ, იმიტომ რომ პოლარულ მიმართულებაზე უნდა გაასწოროთ, შეგიძლიათ პოლარი გადართოთ ორთო მიმართულებაზე. აი ამ Relax-ი გადართვას რატო ვამბობ და არა ჩართვას, იმიტომ რომ ამ ორიდან მხოლოდ ერთია ხოლმე ჩართული, ან პოლარული მიმართულება, ან ორთოგრაფიული მიმართულება. ამიტომ ვეძახით გადართვას და არა ჩართვას. ესე იგი, როგორც ხედავთ, ხაზი უკვე მოძრაობს მარტო ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. გაწიეთ შესაბამისი მიმართულებით, ამ შემთხვევაში მარცხნივ და შევიყვანოთ შესაბამისი ზომა 30 მმ. ჩავწერე 30, დავაჭირე Enter, შეიქმნა პირველი მონაკვეთი ხაზი 30 მმ-ის. როგორც ხედავთ, დროებით გადავთავ ახლა აი ამ პოლარულ მიმართულებაზე. როგორც ხედავთ, რატომ ჩანს როგორც პატარა ხაზი, იმიტომ რომ თუ მიაქცევთ ეკრანს ყურადღებას, მაგალითად, მაუსი რა მანძილზე ხონდა გაწეული, ასეულებში ვარ, ხო? ანუ 629, ან 600 რაღაცა ჩანს. ლოგიკურია, ძალიან პატარა იქნებოდა ეს ხაზი, ამიტომ ახლოს მოიტანეთ. ესეც გაითვალისწინეთ. რომ არ აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ ამბობენ, რომ ხაზი არ დაიხაზა, ჩავწერეთ და არ იხაზება. პატარა შეიძლება იყოს და არ ჩანდეს. ამ ხაზის სიმაღლეს რაც შეეხება, უნდა დავითვალოთ ახლა ამ ხაზის სიმაღლე. 10 მმ ნაჩვენები არის, რა თქმა უნდა, ესეთი წყვეტილი ხაზი, რაც ახლა წყვეტილი ხაზებით ხედავთ, ეს არის აი ეს ღრმულები, რომელიც აქ არის. ამიტომ ტექნიკურად გეუბნებით, რომ ეს წყვეტილი მწვანე ხაზი არის აი ამ ღრმულის აი ეს ზედაპირი, ანუ აი ეს ნაწილი, ანუ აი ეს სიმაღლეა. ამავე სიმაღლის, რა თქმა უნდა, პოზიცია, გულისხმობ აი ეს წყვეტილი ხაზი, არის აი ამის გასწვრივ. ამას მეგეუბნებით ნახაზში ეს არის დატანილი. ესე იგი, გავიგეთ, რომ აი ამ კუთხიდან ზემოთა სიმაღლე არის ამ წვერომდე 10 მმ. რაც შეეხება ეს 5 მმ, რისი მანძილი არის? ანუ აი მონაკვეთის, ხო, იგივე რაც ეს მონაკვეთი. შესაბამისად გამოდის, რომ აი ამ ჰორიზონტალური ხაზიდან აი ამ ჰორიზონტალურამდე, ანუ აი ეს სიმაღლე გამოდის ამ ორი რიცხვის ჯამი 10 და 5. ესე იგი 15 მმ-იანი იქნება ეს ხაზი, რომელსაც რაც უნდა გავაკეთო. დაბლა მიჭირავს მაუსი, ისევ ორთო მაქვს ჩართული, 15 ჩავწერე, Enter-ს დავაჭირე. შემდგომ ეს ზომა პირდაპირ მოცემულია 20 მმ-ია, მარჯვნივ გავწიეთ 20, Enter-ს დავაჭირეთ. შემდეგ 5 მმ ვიცით უკვე, ვერტიკალურად ავწიე 5 ჩავწერე, Enter-ს დავაჭირე და ეხლა დასახაზია აი აქედან ეს მონაკვეთი ხაზის. მთლიანი დეტალის სიგრძე 130 მმ-ია. დაბლა არის ნახაზში ნაჩვენები კუთხიდან, შესაბამისად კუთხემდე, ანუ იგივე რაც აი აქედან აქამდე.
აი ეს კუთხე, ანუ მწვერვალი ვერტიკალურად არის ზედა მწვერვალის გასწვრივ. ამასაც მე გეუბნებით, ნახაში ეს დატანებული არ არის. აი ამ კუთხიდან, ზედა კუთხიდან, აი ამ ზედა კუთხემდე მანძილი არის 70 მმ. ესე იგი, აი ეს ხაზი, რომელსაც აქ ხედავთ და აი ეს მეორე ხაზი არის შესაბამისად აი ეს მწვერვალი. ანუ მოცულობაში რო გაჩვენოთ, აი ამ ხაზიდან იქითა ხაზამდეა საუბარი, რომელიც ახლა არ ჩანს, ვინაიდან დეტალს უყურებთ ამ მხრიდან. ესე იგი, იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი აქედან, ამ ვერტიკალური ხაზიდან, ამ ვერტიკალურ ხაზამდე არის 70 მმ. ახლა თქვი წერა, რომ მწვერვალები ერთი მეორეს გასწვრივ იმყოფებიან. თუ საერთო სიგრძე არის 130 მმ, ანუ იგივე რაც აი ამ კუთხიდან აი ამ კუთხემდე და 70 არის ამ კუთხიდან ამ კუთხემდე, თუ გამოვაკლებთ 130, 70-ს, მივიღებთ სხვაობას 60 მმ-ს და გამოდის, რომ ამ კუთხიდან აქამდე არის 30, მერე აქედან აქამდე არის 70 და ისე 30, ანუ ჯამში გამოგდის 130. რატომ ესაც 30 და 30, ანუ რატომ გავყავით მიღებული რიცხვის შუაზე, ვინაიდან დეტალი სიმეტრიულია, ესაც ნახაზში არსა დატანებული არ არის, ნუ მე ვამბობ ამას, რომ სიმეტრიულია, ამიტომ ერთნაირი მანძილები გვექნება 30 აქაც და 30 აქაც. ისე რომ დავიანგარიშეთ, მარჯვნივ გავწიეთ 20-ს დავაჭირე, ენტერს დავაჭირე. ეხლა კითხვები ჩდება ხოლმე ზოგჯერ საიდან მოგვაქვს ეს, რატომ არ უნდა დავიტანოთ აქ. ეს არის უბრალოდ საორიშო დეტალი, ამიტომ ყველა ასეთი საორიშო დეტალი, როგორც ეს სიმეტრიულია, ამ შემთხვევაში მარცხენა და მარჯვენა მხარე. მე გავღვნიშნე ზუსტად დაწყებისთანავე, რომ შეგვეძლო მაგალითად აი შუა წერტილიდან დაგვეწყო ნახევარი დაგვეხაზა და მე სარკისებურად მეორე შეგვექნა, ვინაიდან ჯერ ეს ხილაკი არ გვისწავლია მართვის საშუალებებში AutoCAD-ის. ამიტომ ჯერჯერობით ისევ ხაზავთ, როგორც ვიცით მისი შექმნა. შემდეგ ვერტიკალი 20 მმ-იანი ხაზი. ენტერს დავაჭირე. ეხლა ჰორიზონტალური ხაზი ისევ ამ ხაზის ტოლია. აქ ორიდან ერთით შეგვიძლია გამოვიყენოთ ან 30 ჩავწეროთ, ან მაგალითად ტრასირება გავაკეთო ამის გასწვრივ. მე აქ დააკვირდით, რომ როდესაც ორთო მიმართულება გაკეთებული და აუცილებლად გაამახვილეთ ამაზე ყურადღება. შეეცადეთ რომ გაიმეოროთ, ხო? როდესაც ქვედა წერტილს შევეხე, დარჩა მარკერი, გაგახსენებთ, ქვედა წერტილს შევეხე, იმიტომ რომ ამ სიაში აქტიური იყო endpoint-ი პირველი, ასევე ჩართული იყო ეს მეორე, რამაც დატოვა ეს მწვანეფერის ჯვრიანი ჯვრის ფორმის მარკერი, ხო, რომლის შედეგად ხედავთ ეს მიმართულებებს, ხო? თუ დაუდგებით, მიაქციეთ ყურადღებას ზემოთა მხრიდან. ქვემოთ არაკეთებს ახლა არაფერს და რატომ არაკეთებს ლოგიკურად რომ მიხვდეთ, იმიტომ რომ ორთო მიმართულება მაქვს ჩართული და ეს ხაზი მარტო ჰორიზონტალურად შეიძლება გადაადგილდებოდეს. ამიტომ როგორც კი გასწვრივ მარჯვნივ გავიწევი, გამოჩნდება ეს წყვეტილი ხაზი. წყვეტილ ხაზსაც მინდა მიაქციოთ ყურადღება, როგორი სახის წყვეტილ ხაზს აჩვენებს. ჩვენ აქ ვისწავლეთ სხვადასხვა მართვის საშუალებები და extensions გამორთავ ახლა. ხელახლა გავიმეორებ ამაზე შეხებას გამოვიწევი და ხელახლა შევეხები. ეხლა უკვე ასეთი ჩანს. ესე იგი extension-მა ასე თქვათ გადაფარა პოლარული მიმართულება და ჩანდა extension-ი და არა ასეთი ტრასირება ხაზის, ეს უშუალოდ ორმაგი ხაზის, აი ეს მეთოდია. რა თქმა უნდა, ქვემოთა მხრიდან მაინც არ გვაჩვენებს, ვინაიდან ორთო მიმართულება გვაქვს ჩართული. მაგალითად, პოლარზე რო გადავრთო, პოლარული მიმართულება მომცემს საშუალებას, რომ ნებისმიერ მიმართულებით ვიპოვო ეს ტრასირებული ხაზი, ისე რომ გაითვალისწინეთ მუშაობის პროცესის დროს ეს ფუნქციები. ნუ, ჩავთავ ისე ორთო მიმართულებას, ასევე ორთო მიმართულების დროს არ არის აუცილებელი ხა მაუსი ბოლომდე ავიდე ზემოთ, ხედავთ სად არის მაუსი, ანუ დაბლა მაქვს, ნუ პირობითად შუაში, ხო, შემიძლია წკაპი გავაკეთო, მაინც დასვავს იქ. პოლარული მიმართულების შემთხვევაში ამ დროს გავაკეთებ. პოლარული მიმართულების შემთხვევაში ჩავთი ახლნა შევეხები. რა თქმა უნდა, ხა ეგ რო დავდგი და დავაწყაბო, ასე დაახლო ხაზს მიიღებთ. ანუ აუცილებლად ადიხარ და უკვე ორმაგ ხაზს ხედავთ. აი ამაზე გავამახვილე ყურადღება, აქ როგორი სახით ჩანს და ორთო მიმართულებით როგორ ჩანს და რაც გავაკეთებ, რამოდენიმეჯერ შეხედეთ, მარჯვენა მაუსი ამ თუ გაქვთ, შეიძლება ბევრჯერ გაიმეოროთ, რომ დააფიქსიროთ ეს შინაარსი, რა ვთქვი ამ შემთხვევაში. შემდეგი ხაზი, აი ეს ხაზი უნდა დავხაზოთ. ეხლა ეს ხაზი უნდა გამოთავოთ. ვერტიკალური სიმაღლე 20 მმ, ანუ ვერტიკალური სიმაღლე აშნავს ვერტიკალურად, აი ესე მაუსით ვერტიკალურად ვაწვიო, ამ წერტილის გასწვრივ სიმაღლე 20 მმ-ია. ანუ ჩვენ ამ ხაზის სიგრძე არ ვიცით პირდაპირი სახით, არაფერი მოცემული ესად არ არის მსგავსი. ასევე ვიცით ამ წერტილიდან ამ წერტილამდე მანძილი 70-ია და ასევე ვიცით, რომ აი ამ კუთხიდან კუთხემდე მანძილი ასევე დატანილი გვაქვს 50 მმ-ია.
ეხლა წარმოვიდგინეთ ეს რაღაცა ვერტიკალური შეუძლებელი რომ დაუშვა ზემოდან. და აქ რო ხაზი გახაზო, ამაზე ვისაუბრებ. ესე იგი, თუ ამ წერტილიდან წერტილამდე 50-ია, თუ დაშვებული შეუვლებიდან წერტილიდან წერტილამდე 50-ია. თუ 70-50-ს გამოვაკლებ, მაშინ გავიგებთ, რომ ამ შეულამდე რო დაუშვა გადაკვეთის წერტილს, ანუ სამკუთხედი რო წარმოვიდგინოთ. ძირი გამოდის უკვე 20-ის ნახევარი, ანუ 10 მმ აქეთ, 10 იქით. ესე გამოგვივიდა რა 10 მმ ეს არის, მე 50 მმ-ია, მე კიდე 10-ია, ჯამში ისა 70 იძლევა. ისე რომ ამ წერტილამდე რომ მოვიდეთ, ამ წერტილიდან ეს მანძილი თუ ვიცით რომ 10-ია და ვერტიკალური სიმაღლე თუ ვიცით რომ 20-ია, შესაბამისად ეს მანძილი უკვე როგორც x-ი ისე გაიქმნება პროგრამისთვის თუ შესაბამისად ჩავწერთ და ვერტიკალი უკვე y-ი გვექნება. რა თქმა უნდა, შეგიძლია დატოვოთ ორთო მიმართულებით და ისე გააკეთოთ ჩანაწერი პროგრამა მაინც დახაზავს და აუცილებელი არ არის ორთოზე პოლარზე გადართვა. თუმცა ამ შემთხვევაში თვალსაჩინოებისათვის პოლარულ მიმართულებაზე გადავთვალ. იგი ჩავწერე x-ის 10, მე აუცილებლად მძიმეს დავაჭირე კლავიატურაზე, რომ თვითონ გრადუსს თავაზობდა, 20 ჩავწერეთ, enter-ს დავაჭირე. მე ვიღეთ ეს ხაზი. ამ ხაზზე იცოდეთ ბევრი რამეა დამოკიდებული ამ ხაზზე და ამ ხაზზე. და ნახავთ ახლა რა გულისხმობ. თუ ამ ხაზს არასწორად დახაზავ და გააგრძელებთ ხაზვას, მე ამ ხაზს დავუშვათ არასწორად ამ ორიდან ერთ-ერთს ან ორივეს. დახაზვის პროცედურას აქ რომ მოხავთ, ვეღარ შეერთებთ, ანუ ამ ადგილას ვერ მოხავთ. ისე რომ დახაზვის დროს თუ მოხვედით ამ წერტილამდე, ესე იგი აი ეს ხაზი და ეს ხაზი სწორედ იყო დახაზული. ნუ ეხლა აღარ ვსაუბრობ იმაზე თუ 20-ის მაგვირად აქ 15 ჩაწერე, ის მოცემულიდან დავიან გარეშე და არასწორად ჩაწერე, ანუ გულისხმობ ამ ხაზის XY-ის გამოთვლაზე. შემდეგი არის 50 მმ. მარჯვნივ დავიჭირე, ჩავწერე 50, enter-ს დავაჭირე. შემდეგ იგივენაირი ხაზი არის, რა თქმა უნდა, მიმართულება მარჯვნივ x იქნება, დადებითი და ქვემოთ y იქნება. ხო, ეხლა მაუს ვიქნებ ესე, რომ შინაარსი მივხვდეთ. ხო, ესე იგი ამ მანძილით 10-ით ესე გავედი, y დაბლა -20 ჩამოვედი და ამ ადგილას მოვა. ესე იგი ისევ ჩანაწერებს ვაკეთებთ x 10 მძიმე, -20 y enter-ს დავაჭირე. მეგრად არის გამალევა. შეგიძლიათ აი ესეთი რაღაცით შეამოწმოთ, ჰორიზონტალურად რომ დაიჭერთ, ხაზი, ნუ ონლაინ თხოვდეს, აი როგორც ხედავთ, ამ გასწრილ აი ამ ხაზს. თუმცა მარტო ამის პრობლემა შეიძლება არ იყოს თუ არასწორად ჩაწერეთ. შემდეგი მანძილი ვიცით 30 მმ-ია. მარჯვნივ დავიჭერე 30 ჩავწერე enter-ი. შემდეგი ვერტიკალი ვიცით რომ ჯამში მეთქი 20 მმ-ია. შეგვიძლია ჩანაწერი გავაკეთოთ, შეგვიძლია რა თქმა უნდა ამ წერტილის გასწრა გავაკეთოთ. შევეხეთ ტრასირებით, ტიპოვი გადაკვეთა და დავაწყაბე. შემდეგი ხაზი ეს იმის ტოლია, ვიცით 30-ია, შეგვიძლია ჰორიზონტალურად დავიჭეროთ, ჩავწეროთ, შემიძლია შევეხო, უკვე პოლარულ მიმართულებაზე რა გადათვლილი აქცია ყურადღება, დავაწყაბო. შემდეგი სიმაღლე გამოთვლილი გვაქვს 15 მმ იყო 5 + 10. ჯერ მაგას არ ვაკეთებ, ბოდიში ჯერ ამას ვაკეთებ, 5 მმ-იანი დაბლა ხაზი, ნუ ანალოგიურად შემიძლია იმის გასწრი დავხაზო, გადაკვეთით, კაპ. საერთოდ გააკეთეთ, ჩანაწერები უკვე ვაკეთეთ. 20 მმ აქ აუცილებლად ჩანაწერი დამჭირდება, იმიტომ რომ მისაბელი წერტილი შეიძლება ითქვას, რომ მაქვს, აი ეს კუთხე არის, მაგრამ მოდი ჩანაწერი გააკეთეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ნახაზი სწორად გააკეთეთ. რომ ეხლა აქ რო შეეხო, კი გამოჩნდება ისედაც 20 მმ-ია, თუ სწორად ახაზეთ, მაგრამ წერა რაც ვქი, ხო, მაგალითად ჩავწერე 20 და მე შეიძლება ვერტიკალურად აღარ გამოგივიდეთ ამ მიღმა. გადაამოწმეთ, მე დავათვალე დავაფიქსირე, გადაამოწმეთ მე ეს შესაბამის ხაზი. ესე იგი, პირველი მონახაზი გავაკეთე, ამიტომ აუცილებლად save ღილაკს ვაწვევი. რათა ცვლილებები შეინახოს პროგრამამ ჩემს დაწყებულ ფაილში. რაღაცა მონაკვეთს როცა დახაზავთ ხოლმე, აუცილებლად დაასეივეთ, ანუ სახელი ფაილს ქვია და დასეირება უკვე შემდგომ იმას გულისხმობს, რომ იმ სახელში, ანუ მიმდინარე პროექტის ფაილში ცვლილებები შენახვას ვაკეთებ. ეხლა ეს ზემოდან ნახაზი გავაკეთოთ, 15 მმ-ია სიმაღლე, 40 მმ-ია სიგანე. ამ ხაზის შუა წერტილი შეგვიძლია ამოვიჩიოთ ხაზისათვის, ამიტომ midpoint-ია ჩართული ზემოდან მეორე. უნდა იყოს ჩართული. ეს ხაზი 40-ია, ამიტომ ამ წერტილიდან შუა წერტილიდან რომ დავიწყებ, შემიძლია 20 მმ-ით აი ეს ადგილი ვიპოვო, საიდანაც ხაზმა უნდა დავიწყო. ანუ როგორ ვაკეთებთ, ხო, ჩავთეთ ლაინი, შევეხეთ შუა წერტილს, დავდექით მარჯვნივ, ან მარცხნივ სულ ერთია, ჩავწერეთ 20, enter-ს დავაჭირეთ და გავაგრძელეთ სიმაღლე. გავიხსენოთ რა არის 15 მმ-ია სიმაღლე. ვერტიკალურად დავიჭირე, აქ უკვე თვითონ გადაწყვიტეთ ორთო მიმართულება თუ პოლარი გინდათ. enter-ი, მერე 40 მმ-ია, enter-ი
და შემიძლია ჩამოვიდე და ვიპოვო პირდაპირ ეს გადაკვეთა ინტერსექშენი თუ რა თქმა უნდა ამ ღილაკში ჩამონათვალში ინტერსექშენი გაქვთ აქტიური. თუ გამართულია, მაშინ რა თქმა უნდა ესე ვიზუალურად არ მოხვიდეთ ეკრანზე. მაშინ რიცხვი უნდა ჩაწეროთ. თუ გაქვთ ჩართული, მაშინ რიცხვი ჩაწერა აღარ უნდა იმთხოთ ადგილებას, პირდაპირ შემიძლია მოვიდე, ეს გამოჩნდება ინტერსექშენი, დავაწყაბე და ენტერი დავასრულებ პირველი მონაკვეთის დახვებას. კიდევ ერთხელ დავასაერე. ისრულება რაც ახლა გავაკეთე. ჩავიდეთ ქვედა ნახაზზე. ქვედა ნახაზი. სხვადასხვა მეთოდით შეიძლება იყოს დახაზული, მაგრამ მოდი დღეს ახლა ამ შემთხვევაში ვინაიდან ჯერ ახალი დაწყებული გვაქვს არ გავართულებ, შევეცადოთ, მოდი მარტივად დავხაზოთ. და რაღაც საშუალებები წინსწრებით გამოვიყენოთ, რომელიც ჯერჯერობით სრულფასოვნად არ გვისწავლია, როგორც არის ტრიმი, ანუ ზედმეტის მოშლა. იქ როგორც ვიცით, თვლიანი სიგრძე 130 მმ-ია და სიგანე 70 მმ-ია. პირდაპირ შეგვიძლია ოთხკუთხედით დავხაზოთ. ხელსაწყო რექტანგლარით. ეხლა როგორ ვიწყებთ ხაზვას? აუცილებლად ეს დეტალი პროექცია არის ზედა დეტალის, ხო? პროექციები ქვია ამას გვერდხედი, ანუ ესე დავარქვენ ამ ეტაპზე გვერდიდან ხედი და წინიდან ხედი ესე დავარქვათ. უпростоრად უკაცრავად ზემოდან ხედი, ესე იგი ეს არის ზემოდან ხედი, ზემოდან რო დახედო და ეს არის გვერდიდან ხედი. ნუ გინდა მარცხენა დაარქვი, გინდა გვერდი, გინდა ასე ვთქვათ წინიდან ხედი, როგორც გინდათ. ზედა და გვერდიდან ხედი. პროექცია ერთმანეთს, ესე იგი აი ამ კუთხის გასწვრივ არის ეს კუთხე. თუ ესე არ დახაზავთ, არასწორია. ესე იგი გვერდზე რო დაიწყო, მაგალითად აი ესე რო დახაზო ეს ნახაზი, იქნება არასწორი. არ შეიძლება ასე შესრულება, ამიტომ უნდა იყოს აუცილებლად მის გასწვრივ. ესე იგი რას ვაკეთებ? შევეხე ამ წერტილს, ჩამოვიწიე. შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას დააწყაპოთ და მერე დაიწყოთ ხაზვა. ან მაგალითად თუ გინდა რომ ამათ შორის ფიქსირებული მანძილი იყოს, მაშინ შეეხე, ჩამოიწიე დაბლა, აი დაახლოებით განსაზღვრე, მაგალითად პირობითად გაჩვენოთ, ხო, აი ვიზუალურად სადაც მაუსი გავაჩერე, დაახლოებით ეს მანძილი მინდა იყოს. დაახლოებით რა გულისხმობ ახლა? ვუყურებ ეს მაუსის გვერდზე ჩანაწერს, წერია end point-ი, მერე 39 მთელი რაღაცაა. ესე იგი მგვალი რიცხვი რო ავიღო, შემიძლია 40 ჩავწერო მაგალითად. enter დავაჭირო და 40 მმ იქნება ამათ შორის. მერე ვიწყებთ ხაზვას. როგორც აღნიშნეთ, 130 არის სიგრძე, ტაბი. გამოვიწყდა სიგანე ახლა აქ, 70 აქ და 70 ჩავწერე enter-ი. ტაბი იგულისხმება კლავიატურაზე tab კლავიშზე დაჭერა. ეხლა ჩამოუშვათ ხაზები. აი ეს ხაზი პირველი. რომელი ხაზია წეგან რაც აღნიშნეთ? აი ეს ხაზი. ანუ რომელი წერტილიდან? აი ამ წერტილიდან. ამ წერტილის გასწვრივ ქვემოთ ეს წერტილი, და კიდე ეს წერტილი. ანუ ფაქტურად ნებისმიერი 1, 2, 3 წერტილიდან შეგიძლიათ ეს ოპერაცია შეასრულოთ. ანუ რას გულისხმობთ ახლა? აქტიური მაქვს ზემოთ end point-ი. პირველი. აქტიური მაქვს intersection-ი, აუცილებელია intersection-ი. წინა შემთხვევაში ვერ გააკეთებთ მსგავსად. მოვიტანე ნახაზი პოზიციურად და მეტი აღარ დავატრიალებ გორგოვას. ესე იგი, გინდა ამ კუთხეს, გინდა ამ ორიდან, რომელსაც გინდა შეეხე. რა თქმა უნდა, ეს ახლო არის ყველაზე ნახაზს, ამიტომ ამას ვეხედე. კეთება ტრასირება, პოულობ intersection-ით გადაკვეთას, ვაწყაპებ და ვერტიკალურად ჩამოვდივარ, ასევე intersection-ი პოულობს გადაკვეთას, ვაწყაპებ. ესე იგი, რო არ იყოს ჩართული intersection-ი, ვერ ჩახაზავდით ამ ხაზს. ან გრძელი, ან მოკლე გამოვიდეთ, ანუ ხაზიდან ხაზამდე ვერ დახაზავდით ზუსტად. იგივენაირად ვაკეთებთ მეორეს. შევეხე ამ კუთხეს, ჩამოვიწიე დაბლა, ვიპოვე intersection-ი და წყაბით ვერტიკალურად პოლარის მიმართულების გამოყენებით ჩავამატე ეს ხაზები. შემდეგი აი ეს მეორე, ანუ სამი ხაზია შესახაზი 1, 2, 3. შემდეგი აი ეს მეორე ხაზი. დეტალი მოცულობითი რატო გვაქვს ახლა მოცემული, რომ მიხვდეთ შინაარსი, ანუ რატომ ნახაზში გაძლევთ ამ ვიზუალურ 3D-საც, რომელსაც არ ვხაზავთ. ზოგიერთი რაღაცა რომ აქედან დაინახოთ, ანუ ისწავლოთ ნახაზების საფუძველზე 3 დეტალის წარმოდგენა როგორია, იმიტომ რომ მე გვექნება სავარიშოები მოდელების პროცესის დროს, სადაც მარტო 2 ნახაზი გექნება, ან 3 ხედი გექნება და მოცულობა უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა, გაგახსენებთ ახლა და გავიმეორებ იმას, რომ AutoCAD-ი არ არის მარტო რაღაც საინჟინრო ნახაზების კეთება, ნუ საინჟინრო შეიძლება დავარქვათ, მაგრამ ინჟინერია გესმით, ხო, სხვადასხვა მიმართულების არსებობს და შესაბამისად ვიყენებთ ისეთ სავარიშოებს, რომელსაც მოგცეთ საშუალება, რომ ისწავლოთ AutoCAD-ში ხაზვა. და არა კონკრეტულად ასეთი დეტალების ხაზვა, ხო? უბრალოდ ეს სავარჯიშოა. ესე იგი, მოცულობითი დეტალი იმიტომ აქვს მოცემული, რომ რაღაცა ხაზები, რომელსაც ახლა 2D-ში ვხედავთ, იქ გავჩვენოთ, რომელი არის 3D-ში. ესე იგი, აი ეს ხაზი მეორე არის აი ეს მწვერვალი. ეს მწვერვალი რომელი არის ამ ჩვენს ნახაზში? აი ეს ხაზი არის. არა შიდა ხაზი. აი ეს გარეთა ხაზი. შიდა ხაზი არის აი ეს კუთხე. ხო, იმიტომ რომ მე ზემოდან აი ეს თავი რო ადევს,
ეს თავი ეს დეტალი არის ეს. გვერდითა დახილები, რომელიც აგვაქვს. მოკლედ, ერთი სიტყვით, აი ამ მწვერვალიდან მათ ჩამოვატაროთ მეორე ხაზი და აი ამ მწვერვალიდან მესამე ხაზი. ერთი დავხაზეთ, მეორე მესამე. ჩავრთე ისევ ლაინი, როგორც აღნიშნეთ, აქ შევეხეთ ტრასირებით ჩამოვედით, წკაფი გავაკეთე. დავამთავრე ენტერი, ჩავრთე ისევ ლაინი და შემდეგი ხაზი აქედან. წკაფი აქ, წკაფი აქ. იდენტურად აქითაც ვიმეორებ, შევეხე, წკაფი. და ენტერი დავასრულე, ჩავრთე ისევ ლაინი, შევეხე მწვერვალს, ტრასირება გავაკეთო, წკაფი აქ. ჩაიხაზო ეს 3-3 ხაზი აქ და იქით. ეხლა ჩავხაზოთ ეს ერთი ჰორიზონტალური და მეორე ჰორიზონტალური, რომელიც მანძილი 50 მმ-ია. ეს ხაზები, ეს და ეს არის აი ეს ხაზი აქ. ესა და იქითა. უყურეთ რა გამოდის, აი ეს ადგილი, აი ეს ხაზი არის თქვენთან აი ეს ხაზი, ზემოთ. ხოლო ეს ხაზი, ხო დახრილი გვერდია, არის ეს ხაზი. ესე იგი, აი ეს ოთხკუთხედი, ანუ სიბრტყე ესე ვიტყვი, არის აი ეს სიბრტყე. ანუ ეს გვერდი. და ის 50 მმ არის აი აქედან აი აქამდე. აი ეს მანძილი ხაზის. ანუ აი ეს 50 მმ გულის. ესე რა გამოვიდა კიდევ ეს ხაზი არის აი ეს და მეორე შესაბამისად ის. 50 მმ ესე ვიყენებ შუა წერტილს, midpoint-ი ჩართული მაქვს, შევეხე შუა წერტილს, ავიწიე ზევით, ჩავწერე 25, enterს დავაჭირე და intersection-ით გადავკვეთე ამასთან, დავამთავრე enter-ი. ჩავრთე ისევ ლაინი და იგივე პროცედურა გავიმეორე, შევეხე, ჩამოვიწიე და 25 enter-ი და გადავკვეთეთ ვიპოვე ეს ადგილი. всё, შემდეგი ჩასახაზი გვაქვს ახლა აი ეს რკალები, ოღონ მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ რკალების ცენტრები, ანუ აი ამ რკალის და აი ამ რკალის ცენტრები აი აქ არის. და შესაბამისად ამისი და ამისი აი აქ არის. მანძილი 120 მმ არის შესაბამისად ნაჩვენები ცენტრებიდან. ძალიან დეტალი 130 მმ-ია. ესე იგი ნახეთ რეალობაში რა გამოგდი. აქ არის პატარა მონაკვეთი სწორი ხაზის და მე რკალი მოდის და მე ისე სწორი ხაზი. რამოდენიმე ვარიანტს გამოვიყენებ ახლა აქ და შეეცადეთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულია, ახლა ამ სიტულებზე ვიტყვით ამ ნახაზში ამის შესრულებისათვის. რამოდენიმე ვარიანტი. დავიწყოთ პირველი. დავხაზოთ აი ეს მონაკვეთი. მთლიანად დავხაზავ ამ მონაკვეთს. შიდა რადიუსი 10 მმ-ია რო იცოდეთ. გარეთა 20. ესე იგი, თუ ამ ზომა ამ შიდა რადიუსი 10 მმ-ია, სიგანე, აი ეს სიგანე, ანუ ამ ხაზიდან ხაზამდე გამოდის 20 მმ, ანუ ორჯერ 10. იქ თუ რადიუსი 20-ია, აი აქიდან აქამდე გამოდის 40. ეს ისე ტექნიკურად რო გვესმოდეს. მოკლედ, რითი ვხაზავ პირველად? პოლილაინით. შეეცადეთ ზუსტად იმედიენტურად გაიმეოროთ, რამოდენიმეჯერ გაივარიშეთ, რომ შეეჩიოთ ხაზას. ვეხები midpoint დგები ზემოთ, წერ იმ პატარის რადიუსს, ანუ 10 მმ-ს. ენტერი. პირველი რასაც ვაკეთებ, ცოტა გძლად გავწევ მაუსს, თუმცა ამ ხელს გაწევა აუცილებელი არ არის. იმ პატარა მონაკვეთს ვაკეთებ, ანუ აი ამ ხაზის პატარა მონაკვეთს. ეხლა დავთვალოთ რა მონაკვეთია ამ ხაზის. თუ ცენტრებიდან 120 მმ-ია, მთლიანი დეტალი თუ 130-ია, სხვაობა გამოგვდის 10 მმ, ორზე ვყოფთ, იმიტომ რომ აქეთაც გვაქვს ეს ხაზი და მეორე მხარესაც გვაქვს. ყოფთ ორზე დარჩენილ 10 მმ და 5 მმ-იანი ხაზია. ისე რომ დავდექი ჰორიზონტალურად 5 ჩავწერე ენტერი, დაიხაზა პირველი მონაკვეთი ამ ხაზის. მარჯვენა მაუსზე დავაწყაბე, რათა არკა ჩავრთო და არკა მაძლევს საშუალებას ვერტიკალურად დავიჭირო მაუსს და ჩავწერო უკვე ამ ჩვენი რადიუსის დიამეტრი, იმიტომ რომ აი ეს სიგრძე ქორდა, აუცილებლად ვერტიკალურად ვაჩვენებთ და პირველი ხაზი რახან ჰორიზონტალურია და ამ მიმართულებას ვერტიკალურს ვაკეთებ, ნახევარ წრეს მივიღებთ. სხვა შემთხვევაში არ გამოვა ნახევარი წრე, ხვდებით ხო, რომ რკალი იცვლება ზომაში და გეომეტრიაში, ეს პრინციპია, ვიმეორებ თუ პირველი ხაზი და მეორე ხაზი ქორდა ამ შემთხვევაში. პირველი ხაზი მოდი ტექნიკურად ვიტყვი, მხებია. ეს იგი არის პირველი 5 მმ-იანი ამ წრისათვის მხებია, რკალისათვის. იგი როგორც არ უნდა მოატრიალო, გლუვად გადადის. ესე მარტივ ენაზე რო თქვა, ну საბავშვო ენაზე თუ ისე გამოხმარებო ენა რო თქვა. ისე კიდევ მეორე პირველი მონაკვეთი მხებია, ანუ მეთოდი რითიც ახლა ხაზავს პოლილაინი არის ხების და ქორდის მეთოდის პრინციპი. ხო, ქორდა რა არის? ეს არის ხაზის მონაკვეთი, რომელიც ეხება რკალს ორ ადგილში, ან დასაწყისში და ბოლოში. წეროყოფილიყო რა თქმა უნდა, შიგნით ჩახაზული ხაზი, რომელიც ეხება ორ წერტილში.
თუ ცენტრზე გადის, მაშინ დიამეტრი გამოდის, ანუ ყველაზე გრძელი. ხო, ამ შემთხვევაში ეს პრინციპი გამოდის, თუ ქორდა არის პერპენდიკულარული პირველი ხაზისათვის, ანუ მხებისათვის, მაშინ უკვე დიამეტრია ეს. რახან დიამეტრია ყველა ვარიანტში ნახევარწრე, ამ შემთხვევაში ნახევარკალი გამოდის. ეს იგი წერა რატოვიან გარეშე 10 ორჯერ დიამეტრი 20, იმიტომ აი 20 უნდა ჩავწერო, ხო და enter დავაჭირო. შემდგომ ისევ მაუსი გავხსნათ, ლაინი ამოიჩიეთ სიაში და დაასრულეთ აი დახაზვა დაწყებებით. ნუ მე რა თქმა უნდა enter-ით რო გავჩვენოთ. აი ესე შეგვიძლია დავხაზოთ ეს მონაკვეთი. შემდეგი ცალ-ცალკე დავხაზავ ახლა აი ამ დიდ კალს და მე ერთ ლაინს და მეორე ლაინს. კალის დახაზვის დროს გამოვიყენოთ კალის ხაზვის მეთოდი. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, თითქმის ყველა მეთოდიდან შეიძლება დაიხაზოს, მაგრამ ამ ეტაპზე ვარჯიშის მიზნით, ისეთ ყველაზე ლოგიკურად სწორ ვარიანტს ამოვირჩევ. ეს იქნება ცენტრების მეთოდიდან მეთოდი start, უბრალოდ ცენტრ, start და end. თუმცა angle-ს იგივე ფაქტიურად გვექნება ახლა ამ შემთხვევაში. აი დავიწყოთ ცენტრით. ესე იგი უნდა მივუცოთ ამ კალის ცენტრი. აი ამ კალზე ახლა საუბარი დააფიქსირებთ ლოგიკურად, რომ მარტო კალს ხაზავთ ახლა ეს ორი ხაზი, მე ცალკე უნდა ჩავხაზოთ. შემიძლია ჯერ ლაინები ჩამეხაზა, ამას თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს. აი ეს ცენტრი იმყოფება აი ამ ვერტიკალური ხაზის, რომელიც დახაზული გვაქვს ჩვენ შუა წერტილიდან, ხო, მანძილით 5 მმ. ესე იგი ცენტრი რომ დავაფიქსირო დასახაზის კალის, შევეხი ამ წერტილს, გამოვიწიე, ჩავწერე 5 enter-ს დავაჭირე. ეს ერთი ვარიანტი, გავჩავ აღარ გავაგზავნებ. escape-ს დავაჭირო, გამეთიშა. შემელო სხვანაირად გამეკეთებინა, ჩავრთე ისევ. თუ შევეხები ამ კალს, ცენტრი გამოჩნდება. და უკვე შემიძლია მივიდე პირდაპირ დავაწყაბო, იმიტომ რომ რახან მქონდა დახაზული კალი, უკვე შევძელი. აქეთ ხო ვერ ვიზამდით ეს რაღაცას გავთ შეისავ ხელსაწყორო მეთოდს. აქ ყველა ვარიანტში მოგიწევდა ჯერ შეხება, გამოწევა, მერე 5 მმ-ის ჩაწერა, enter-ზე დაჭერა და მერე უკვე გაგრძელება ხაზის. ისე რომ აქ რახან დახაზული მქონდა, კიდევ მე ლოგიკურად რომელი უფრო სწორი იქნება შეკითხვაზე რო პასუხი გავცეთ, იქნება ეს მეთოდი, რახან ცენტრი აქტიური მაქვს, მაინც ვამახვილებ ყურადღებას, ხო? ცენტრ ჩართული არის. მაშინ ესეთ მეთოდს ვიყენებ. სკაპი გავაკეთე, ვიწყებ ხაზვას. გახსოვთ ხო, რომ კალი საათის საწინააღმდეგოდ ხაზავს. შემიძლია პირიქითაც დავახაზნო, თუ ხაზვის დროს კონტროლს გამოვიყენებ. მაგრამ მაინც გავიმეორებ მეთოდებს. ქვემოთ ჩამოვწიე, ესი პირველი მანძილი ვერტიკალური ქვემოთ მიმართულება 20 მმ იქნება, რაც რადიუსი გამოდის ამ კალის ცენტრიდან. და მე მაუსით შემიძლია მოვატრიალო, ვერტიკალურად დავამთავრო. ან ჩავწერო 90 და დამთავრდება 90 გრადუსზე, თუ ჩანაწერს გავაკეთებ. თუ პირიქით გავაკეთებდი, წავშლი და ახლიდან გავაკეთებ, შეეცადეთ რომ ეს ყველაფერი გაიმეოროთ. ესე იგი, დავაწყაბი აქ ზემოთ თუ ავწევდი 20 მმ ჩავწერე enter-ი, მაშინ აქეთ იხაზება, იქით არ იხაზება. თუ აქეთ მინდა დავხაზო, რა უნდა ვქნა? კონტროლს უნდა დავაჭირო კლავიატურაზე მეჭირო, სანამ არ დავამთავრებ ხაზვას. მაუსით ან ჩანაწერი და enter-ით. ისე რომ ესაც არ არის პრობლემა, ხო? თუ ზემოთ თუ ქვემოთ გაწევთ. ლაინი და ჩავხაზე აქიდან intersection-ამდე აქამდე და მეორე ხაზი შესაბამისად აქიდან აქამდე. მეორე მხარეს წრეები გამოვიყენოთ. ჩავთოთ წრე, შევეხოთ შუა წერტილს, გამოვიწიოთ, ჩავწეროთ 5, დავაჭიროთ enter-ს და მერე ჩავწეროთ რადიუსი 10 enter-ი. მეორე წრეც ანალოგიურად გავაკეთოთ, უკვე შემიძლია შევეხოთ წრეს, ცენტრს მიჩვენებს დავაწყაბებ და რადიუსს ჩავწეროთ, დავაჭერ enter-ს. შემდგომ გავააქტიუროთ მოქმედება კვადრანტი. ხვდებით ხო, რატომ გაჩვენებთ სხვადასხვა მეთოდს, რომ ივარჯიშოთ. ჩვენი იდეა არის ვარჯიში და არა ნახაზის შესრულება. კი გასაგებია, ნახაზის საბოლოო შედეგია, მაგრამ ძირითადი ჩვენი შედეგი იცოდეთ ვარჯიში, ამიტომ შეეცადეთ ბევრჯერ გაიმეოროთ, რომელიმე მონაკვეთი მოქმედების გერთულად. კვადრანტიდან დავაწყაბე ჰორიზონტალურად, ახლოს მოვიტან ჰორიზონტალურად გადაკვეთის წერტილამდე. დავამთავრე ხაზვა, ჩავთე ისევ ლაინი. იგივე გავიმეორე აქაც, სკაპი აქ, დავამთავრე, ჩავთე. როგორ ვაკეთებ სწრაფად დამთავრება ჩართვას. როცა აქ ვაწყაბებ და მე მეორე წერტილს ვაფიქსირებ, მეტი გახაზვა ხაზის არ მინდა, შეგიძლიათ escape-ით გათიშოთ ან enter-ით დაამთავროთ. ორივე მოქმედება კლავიატურის escape კლავიში და enter-ით იქნებათ გათიშვა, ანუ დამთავრება ხაზის. მაგრამ ხელახლა იგივე მოქმედების ჩართვა, ჩემი მოქმედება რა იყო? ლაინის ხაზვა. ანუ ბოლო მოქმედების გამეორებისათვის და ისევ ვიმეორებ,
ბოლო მოქმედება ყოველთვის ხაზვა არ არის. რასაც გააკეთებ, იმ ბოლო მოქმედებაზე გულისხმობ. და რა იყო ჩემი ბოლო მოქმედება? ხაზის დახაზვა. Enter-ს თუ დააწვევი, ჩაერთვება ისევ ბოლო მოქმედება, ანუ ისევ ხაზის დახაზვა. Всё, ფაქტურად ნახაზი დავხაზეთ და ეხლა მოქმედებები გვჭირდება რა. ეს ხაზი აქ არ გვჭირდება და აქ ზედმეტი რაღაცები რაც ჩავხაზეთ. ჩავთოთ სტრიმი. სტრიმზე გახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ბევრი ბრძანება უნდა იყოს აქ, რაც ნიშნავს, რომ mode-ში quick რეჟიმი გაქვს ჩართული და ხაზა შეხებისას დაწყაბებით მოიშლება შესაბამისი ხაზი. აქ შემიძლია ეხლა წკაპით მოვხაზო სამივე, შემიძლია მაგალითად აქ შუაში დავაწყაბო და მარცხნივ ან მარჯვნივ გააჩინო, როგორ დაიწყებთ, გამოიტანო, ანუ ვიგულისხმე ამ დროს გავაკეთებ, შემელო აქეთ დამეწყაბებინა და ესე გადამეტარებინა. ისევე როგორც აი აქ შემიძლია ერთი წკაპი და მეორე წკაპი, ან ორჯერ გავაკეთო, ან შემიძლია ესე გადავატარო. ისევე როგორც ანალოგიურად ზემოთ, უკვე შემოსული კალი მხოლოდ უნდა მოშალოთ. მიაქცევთ ყურადღება რეებს ვშლით ამ ნაწილში. აქ მარტო კალი, რომელიც შემოსულია შეგეთ. всё, დავამთავრე ენტერით მოქმედება და ფაქტურად დავასრულეთ ამ ნახაზის დახაზვა. ნუ ზომის ხელსაწყოებს როცა ვისწავლით, მე ზომის გამოტანაც გეწოდინება. დავასრულე ბოლო ცვლილება. გახსენებთ ფაილს ერქვა სახელი, თქვენი სახელი და გვარი სასურველია, ნუ თუ დაგავიწყათ, აი არა უშავს, მაგრამ ნუ ყოველში მომავალში დაიმახსოვრეთ ყველა ასეთ სავარჯიშო. რომლის სურვილიც გექნებათ, რომ გამოაგზავნოთ. ამ შემთხვევაში ეს ნახაზი, რაც თავიდან ვაკეთებ, ნუ სასურველია რომ ყველა გამოაგზავნოთ, რომ ნახო ხოლმე, ხო, რას აკეთებ. თუ გინდათ რომ შეგიფასოთ ნახაზი, გამოაგზავნეთ. შეფასებას რაც შეეხება, თუ არაფერი მოგწერეთ, ესე იგი ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია ის, რაც გააკეთეთ. თუ რამე შენიშვნა მაქვს, მაშინ მოგწერთ. ისე რომ თუ არაფერი არ მოგწერეთ, არ იგულისხმოთ ის, რომ არ ვნახე. თუ მოგწერე, ესე იგი რაღაცა შენიშვნა გითხარი, რომ აი ეს მაგალითად არ არის სწორი და შეეცადე რომ მე შენი ძალებით გაასწოროთ ხოლმე. კარგით, ამით დავასრულე ამ ნახაზის დახაზვა და ნუ ეცადეთ რომ გააკეთოთ ეს ოპერაციები.